რა გჭირს ნიკა? თამუნა ხوار მოიტაცეს? თამუნა. შენ იქნები თამუნა. რა? შენ იქნები მისი დაქალი. ეხლა წამოიჩქარა და საერთოდ გიხსნით ყველაფერს. აუ, რა ბედი გაქვს? მერე რა ქენი? არაფერი ნიკას გადაურეკე და მომატყვე. მამა ჩემი გახდა და ვერ მოდივარ თქვა. სისულელე გაგიკეთებია. ლალისთვის რომ მომესმინა, 5 წლის წასული ვიქნებოდი. ხო და მეც მაგას ვაპირებ. ნიკასაც ნაკლები პრობლემები ექნება. კარგი რა, სისულელეებს ლაპარაკობ. ნიკა ზუსტად ეხლა ჭირდება შენი დახმარება. ისე ერთ რამეს გეტყვი და არ გეწყინოს. ნუ ცდილობ აყვი ამ უცხო პლანეტელებს. იყავი ისეთი თამუნა, როგორიც სინამდვილეში ხარ. მოდი დაჯექი და ძველი თამუნა დავაბრუნოთ. მოგლეთ ყველაფერს თავი დაუქნიე. და რაც არ უნდა გითხრას ყველაფერზე აყევი. მე მგონი მე 5 კლასამდე იყვნენ ერთ სკოლაში და არ მგონია თამუნასთან გაგაჩვენე. დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. შემომხედე. თმები აიჩეჩე. წარბები და ღიმილი. მოვიდი. გამარჯობა. როგორ ხარ? გამარჯობა. დანკა. როგორ ხარ? თამუნა. როგორი შეცვლილი ხარ ქუჩაში რომ ენახე ვერ გიცნობდი. ხო, შენ რო გადახვედი მე აიყარა ტანა. ხო, ეს მირანდა. შენს მერე გადმოვიდა სკოლაში. ძალიან შეცვლილი ხარ. ხო, რა შევკეთავ? მე მინდა ორაგული სტეიკი და ფორთოხლის წვენი. მიდიები ლიმნის соуსში და თეთრი ღვინოთ შეიძლება. უი ბოდიში ისპანახი მომიტანეთ და ტარხუნის ლიმონათი. მე მინდა მირანდასაც იგივე. მენს იგივეც ნანგას. ალო. ის დეიდა ბალეს ის კორჟიკები გახსავს ბუფეტში? როგორ არ მახსოვს, ძალიან მაგარი იყო. ის სასწავლო ნაწილი რა კაცი იყო ბატონი, რა რქვა? როინი. ხო, მახსოვს, ერთხელ დედაჩემი დაიბარა სკოლაში. დედაშენი როგორ არის სად მუშაობს? დედაჩემი? დედაჩემი აცხობს და აბარებს. როცა იქ არ იყო საბერძნეთში? იქ აცხობს და იქ აბარებს. დეცი ვნახე ამას წინათის. ხომასურიძე. კი, როგორ არ მახსოვს. ხიდაშელი, აი ხიდაშელი. ხიდაშელი? ხიდაშელი არ მახსოვს. ხიდაშელი როგორ არ გახსოვს თეთრი ბაფთით და გამობერილი რეიტუზებით ფეხებს. ხო. კი, როგორ არ მახსოვს. და შენ რა კარგად გახსოვს? მოდი, საქმეზე გადავიდეთ. აუცილებლად. ეს ერჯობია? ლამაზი ფერია. მოგწონს? ეს ჩემგან საჩუქრად. აი, მადლობა. აი მე. ნამკას კონტრაქტი. უგემრიელესი ისპანახია. მისრება აკუჭლად ლავს. მოკლეს. ესე ჩვენი დიდი სურვილია რომ ჩვენთან ერთად ამშრომო. ნიკა, აი სიმართლე რომ გითხრა. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენთან ერთად, მაგრამ ხო იცი, ტევეთ ერთმანეთში მარტო თქვენ არ ხართ. აი, გამატეს, ჩემი უფროსი უნდა გადავწე საბუთების სასწრაფოდ. ნიკა! ნიკა! შენ გაიხარე თამუნა. დაი თამუნა. გამარჯობა ნანკა. ხედავ ხოლმე ტელევიზორში. როგორ ხარ? ნიკა, აი ეს დაგჭირ ჩემ ჩანთაში. ბოდიში მე უნდა გავიქცე. მოიცა თამუნა მოიცა. გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. მანგა ეს ცოტა რთული ასახსნელია. ხო. თანამშრომლობას რაც შეეხება, თუ შენ დათანხმდები,
საქმე მარტო ჩემთან და თამუნასთან გექნება. ნებისმიერ პირობაზე ვარ თან ახლა. აი ეს კონტრაქტია. და თუ რამე შეიცვალა? ალო. ბატონო არჩი როგორც შეგპირდით, მე შევხვდით წამყვანს, ყველაფერზე თანახმა. ჩვენს არსებობა. დაურეკო. დაურეკე სხვა რა გზაა? აი ბატონო არჩილ ნანგა კალატოზიშვილის კონტრაქტი. ხვალიდან შეგვიძლია დავიწყოთ. ხო მართლა ქალბატონო ლალი დედის სიყვარულით მოგიკითხეთ. ეს ძალიან მაგარი დღე იყო რა. ხო შაშა. კი, ყველაფერი კარგად გამოვიდა. ხო, მე უნდა წავიდე ახლა და. კარგი, ხვალამდე. შენ ნიკასთან რა? ნიკას ახალი თანაშემწევარი. ესე იგი ნიკას გემოვნება გამოცვლია. ეხლა უკვე ვიცი როგორ უნდა მივიქციო მისი ყურადღება. თამო, დაძელა მოიხარე. ხო, რა ვიცი. ნახე, მერაბს დაჩამოვიდა ინგლისიდან. 3 წელი არ ყოფილა და დაგყავს რა თბილის ვათვალიერები. აჰა. გაი, გავიქეცი. რას წარმოვიდგენდი, რომ ნანგა კალატოზიშვილი ამ ჩინური ბარბის ახლობელი აღმოჩნდებოდა? არა უშავს ლალი, რაღაცას მოვიფიქრებ. მე უკვე მოვიფიქრე. სანდო წყარომ ახალი იდეა მიმოწოდა. რა იდეა ლალი? ლიზი ჩაჩუა. ყველა საბუთი ადგილზეა. დაბადების მოწმობის გარდა. როგორც ჩანს, საზღვარგარეთაა გატანილი. მერე? მერე ის რომ იგრძებნა დამატებითი ხარჯებია. მე ხომ გითხარით. ფულს მნიშვნელობა არ აქვს. კი ბატონო, როგორც თქვენ იცით.